ეს რასაკვირველია მე ვარ. კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში. ადგილზე, სადაც საუკეთესო სტრიმი მქონდა, თუმცა არანაკლებ საინტერესო ვიდეო გადავიდა. და ამ ვიდეოში მაქვს გამოწვევა, რომ საუკეთესოდ გავატარო დრო. ოღონდ 37 ლარად. მივიღო სერვისები ძალიან იაფად, ან საერთოდ უფასოდ. No. Please. ქალაქში, სადაც კოკაინი უფრო ადვილად იშოვება ვიდრე წყალი. Coke? Yes. Yes. I got. თუმცა ბიუჯეტური გადარჩენა ამ ქალაქში მარტივი ნამდვილად არაა. ეს არის ოვერტურისტული ადგილი, სადაც ადამიანები ყველაფერს ცდილობენ რომ შემოგტენო. სიმღერიდან დაწყებული, კოკაინით დამთავრებული, ყველაფერს მოკიდიან. და თითქოს ერთი შეხედვით რთულია ამ ფასად აქ გაერთო. მაგრამ მე კაკო ვარ, დოპამინი დამჯერად უკვე დ-ვიტამინით სავსე კაცი. და რაც თავარია MMS აგენტი. დღევანდელ ვიდეოში აუცილებლად მივიღებ უფასო ან იაფ სერვისებს. Typical massage or extra? თუმცა პირველ რიგში სასტუმრო უნდა ვიპოვო. ოღონდ რატომ? მე თვითონაც არ ვიცი. რა გვინდა? აკრატე შემოვედით. Can I reserve here? For today? Yeah. Do you want to know the price in Colombian pesos or US dollar? Actually, I don't need it. Do you know why? Because I have sponsor. მე მყავს გენიალური სპონსორი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს ჩემზე. ნებისმიერი მოგზაურობის დროს ჩემი სპონსორი, შენი მეგზური, ყოველთვის წინასწარ მიჯავშნის სასტუმროებს. ამიტომ მე ამაზე ზრუნვა არ მიწევს. შენი მეგზური ჩემი სამხედრო მედიკული მოგზაურობის მეგზურია. Gracias, amigo. თანაც 37 ლარად რა სასტუმრო უნდა დავჯავშნო? ეს ბიუჯეტი მიეძღვნება მხოლოდ დღის აქტივობებს. მაგრამ სანამ აქამდე მივალ, ალბათ გაინტერესებთ, რატომ მაინც და მაინც 37 ლარად? იმიტომ რომ ბაბუა ჩემი ხშირად მელაპარაკებოდა იმის შესახებ, თუ 37 მანეთად როგორ ერთობოდა რუსეთში. რუსეთის დედასვატირდა მისი გართობის. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში 37 ლარად კი არა 370-ადაც ვერ გაატარებ წესიერად დროს, მე ვაპირებ, რომ ეს ტრადიცია შევინარჩუნო. მე ვაპირებ, რომ დავამტკიცო, რომ ფული გართობისთვის ამ მომავალი წერტილი არაა და 37 ლარად შეგიძლია გაერთო ყველა ქვეყანაში. და არა ამისთვის აუცილებელი საბჭოთა კავშირს მისწიროდე. გარდა ამისა, 50 წლის შემდეგ, როცა მაიმუნ კაკოსთვის უკვე გასწრებული მექნება, ჩემ შვილიშვილებს პატარა კაკუნებს კი არ მოუყვები როგორ ვერთობოდი 37 ლარად. პირდაპირ ვიდეოების სერია შავურთო. რომ როცა დაჩაჩანაკებულ ბაბუას შეხედავენ, გაიხსენონ როგორ დამაიმუნებდა ენერგიით სავსე ბაბუა ყველა ქვეყანაში. მოკლედ 37 ლარიან ვიდეოების სერია გახსნილად ცხადდება. ამიტომ ჩემმა ტვინმა უნდა მოიფიქროს ყველა ხერხი, რომ მხოლოდ 37 ლარად მივიღო სიამოვნება. და მე გადავიღებ ამ ვიდეოებს არგენტინაში, პერუში, ეკვადორში და სამხრეთ ამერიკის უამრავ ქვეყანაში. თუმცა ყველაფერი იწყება იმ ქალაქიდან, რომელიც ყველაზე მეტად შემეყვარდა. 37 ლარიან ვიდეოების სერიას ექნება ერთადერთი ძირითადი წესი. ვიდეო სრულდება მაშინ, როცა ამ ფულს ამოვწურავ. შესაბამისად, ყველაფერი უნდა მომიმოქმედო იმისთვის, რომ ნაკლები დანახარჯი მქონდეს, რომ ვიდეო მალე არ დასრულდეს. რაც არც ისე მარტივი ამბავია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარტახენაში ყველა მხრიდან რაღაცას გთავაზობენ. Hola, ¿todo bien? ¿Cómo está? What are you looking for? What are you looking for? Happiness. Happiness. In general, happiness. Yeah. პირველი რაც კარტახენაში სერინობის დროს შეხვდება, უამრავი ფრისტაილ რეპერია, რომელიც შენ დაუკითხავად გიმღერის და მერე ფულს გთხოვს. შესაბამისად, თუ ფულს არ გადაუხდი, ფაქტობრივად უფასოდ ვისარგებლებ ამ გენიალური სერვისით. No money. Yeah, good man. ჩემი დღის მანძილზე ამ 37 ლარს დავხარჯავ მხოლოდ კეთილსინდისიერ ადამიანებზე. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ჯერ პროდუქტს მომცემს და მერე ფულს მომთხოვს, ცენტსაც არ გადაუხდი და თან პროდუქტსაც შევიტყაპუნებ. ვიცი რომ უჭირთ ამ ადამიანებს რა, მაგრამ იმდენად რაღაცნაირად აგრესიულები არიან და ცდილობენ რომ ყველაფერი მოკიდონ. ანუ კამერას ვაიღებდე, ამ დროს შეიძლება კათი შემოგეჭან და რატო გადამიღებ მაგაზე ფული გამოგართვა. იმდენად ესე არიან რომ მეც უგულო ხვდები და არაფერს არ ვიხდი. პირიქით, როგორც მე მსკამევენ, ისე ვცდილობ რომ ისინი დავსკამო. ამ ვიდეოს გამოწვევა არა მარტო ისაა, რომ ამ ადამიანებისგან სერვისი უფასოდ მივიღო. არამედ 37 ლარი უნდა გადავინახო იმისთვის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი მიზანია რომ ამ ყველაფრის მოყიდვას თავი ავარიდო და ვიპოვოთ ის რა ჩვენ გვინდა, რა ჩვენ გაგვართობს და რა გაგვართობს ჩვენ, რა თქმა უნდა, BSN. დიდ ტრაკიანი ჭიანჭველები, როგორც ქართულად ეგრე იტარგმნება.
ეს ჭიანჭველები კოლუმბიის ტრადიციული დელიკატესია. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა არც სეზონია და არც შესაფერისი ადგილი, მე რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა ვიპოვო ეს ჭიანჭველები და ჩემი საიზღვრებების ჭამის კოლექციას კიდევ ერთი ფასდაუდებელი საჭმელი შევმატო. მთელი ქალაქი შემოვიარე და კიდევ ვერ ვიპოვე. ვერ გავიგე რა. თუმცა სანამ დიტრაკიან ჭიანჭველებს მივაგნებ, ერთი ძალიან რთული მისია მაქვს შესაძლებელი. ვიპოვო ადამიანი, რომელიც უბედური იქნება და მნიშვნელოვანი რამ გადავცე. Feliz. Claro. Happy. So you don't need that one. You eres influencer. Me influencer, the best influencer in the world. But this is the happiest drink. De feliz. Yeah. De vitaminos. Vitamina. D. მინდა რომ ვიპოვო ყველაზე უბედური ადამიანი და გავასინჯო და გავხადო ბედნიერი, იმიტომ რომ ეს არის წყალი D ვიტამინი, რომელიც ჩემი სამხრეთ ამერიკული მოგზაურობის პარტნიორია. Feliz, tu feliz? Feliz, bastante feliz. Okay, gracias. ყველა ბედნიერია. სამწუხაროდ ეს წყალი არ გამომადგება, იმიტომ რომ D ვიტამინის ნაკლებობას ესენი არ განიცდიან. Happy? Feliz? Tu feliz? Muy feliz. Muy feliz? Okay. სამკაც ვერ მივცემ ჩემი D ვიტამინის წყალს. მაგრამ თან გახსოვდეთ რომ D ვიტამინის ზედმეტი არასდროსაა. სინამდვილეში ცოტას ვიტყუები. ფლად ყველა ბედნიერი არ ჩანს. მე უბრალოდ D ვიტამინის წყლის გაჩქება არ მინდა. უნდა შევინახოთ კონკრეტნებში რა დაგჭირდება. კარტახენაში ყველა ადამიანი თბილი ნამდვილად არაა. აქ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან ორიენტირებული. თანაც საკმაოდ სკამერული გზით. მაგალითად ტრადიციულ სამოში ჩაცმული ქალები, რომლებიც ტურისტებს ფულს ზალავენ. აი ჩვენ წინ ეხლა რა ტიპს თავიდან უთხეს 10,000 და მე 20,000 გამოგლიჭეს ზალით. სქემა ასეთია. ქალები მოცინარი სახით ტურისტებს ეპატიჟებიან, რომ მათთან ფოტო გადაიღონ. ფოტოს გადაღების შემდეგ კი უტყდებიან, რომ ეს სერვისი ფასიანია. შესაბამისად, ჩემი მიზანია ფოტო უფასოდ გადავიღო. მოდი ახლა მე გასწავლით, როგორ გადავიღოთ უფასოდ. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ფოტოს გმირმა და ოპერატორმა თავი ისე გაასახოს, ვითომ წალწალკი არიან. და ამასობაში მოხერხდეს გადაღება. წავით ახლა გავაკეთოთ. Está con él, compañero. No compañero. Me with him no. Ven, Palenque. No. África, ¿por qué no? Ven. No. Me no. Together. We are not together. უფასო ტურისტული ფოტოს მიღება საკმარისი არაა. დღეს ჩემი ბიუჯეტი გემრიალადაა დასახარჯი. თუმცა მაქსიმალურად უწურავ, რომ თანხა დღის ბოლომდე შევინარჩუნო და მანამდე უბრალოდ ხალხთან ურთიერთობით დავტკბე. Hola, ¿cómo está? Hola amigos, ¿cómo está? How are you? Hola amigos, da ¿cómo está? Всё, морша. შენია მე მთელი სამყარო. Hola amigos, გოგოებს როგორ უნდა უთხრა, აგერ გოგოებ მოდიან. Hola amigos, ¿cómo está? როგორ არის ხალი არ ვიცი. Hola amigo, ¿cómo está? Todo bien. თავარი არის სწორად მიუდგე ადამიანებს. მე მოგზაური არ ვარ. მე ვარ ტუტორი. სოციალურ დინამიკას გასწავლით მოგზაურობის დროს. სწორი სოციალური დინამიკის დამყარებისთვის პირველ რიგში საჭიროა შევამოწმოთ, რამდენად მიგვიღებს ქალაქი. მოდი გავაკეთოთ ტესტი. Vibe check-ი. ჩემი საფირმო არის vibe check-ი. ხოვთ რომ ეს რაღაცეები რასაც დავნერგა არ მომპაროთ რა. ნებისმიერ ქალაქში ჩავდივარ და high five-ს ვაკეთებინებ ხალხს. დავწევ ხელს და high five უნდა გააკეთო. თუ 10-დან 5-ზე მეტმა გააკეთა, ესე იგი ამ ქალაქში ჩამოსვლა ღირს. აი პირველი. ¿Cómo está? ese არის რუჩო, ერთი არის, მაინც ჩაითვალა. ¿Cómo está? Aha, მუშაობს რა. ¿Cómo está? აი ზმო, ეგ არის რა. How are you, my brother? How? No. Yeah, wipe check. You're a good man. So, ეგ არის 6-დან 6. So, ეს country არის საუკეთესო ზმა. ეს არის კაკოს ტესტი. დაიმახსოვრეთ. არავინ არ წაიღოთ. ან თუ წაიღებთ, შატაუთი გამიკეთეთ. ვერ დავიღალი ახალ-ახალი იმების გამოგონებით რა. ვერ გავიგე, რაღაცას გავაკეთე არის, ჯერჯერობით ჩემი 37 ჩელენჯი მცირე დანაკარგებით მიდის. ეს მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ნაბისზე ახალ-ახალი შემოთავაზებები მიხვდება. თან ეს შემოთავაზებები თავიდან ჩვეულებრივი პროდუქტებით იწყება. Don't worry, it's very important here. It's Colombian bracelet. The look
here is free. If you don't like, don't worry. შემდეგ კი გადადიან ისეთ ნივთიერებებზე, რომლებიც არალეგალურია. მეც ისე ვიქცევი თითქოს დაინტერესებული ვარ ამ საწამლავის შეძენით. White coffee. Yes. You have? I got it. Yes, What price? Yes, okay. Here is the do you speak Spanish? I'm sorry for my English. No. Okay, here is for the 5 grams, 7 grams. And here for 1 gram is 220,000 in Colombian money. How much? 220. Yes. 200. But here in Cartagena, the coke is from Medellin. It's transportation here. Is legal or illegal? No, it's okay. I'm sorry, one moment. For all people here, native from Cartagena, is be careful. For you, for tourists, is no, be careful. With the tourists, for all, yes, is more be careful. But here, for 3 grams, 5 grams. ეს კოკაინის შემოთავაზების პირველი შემთხვევა არაა. კოკაინს უფრო მეტად გთავაზობენ მაშინ, როცა კამერას ვერ ხედავენ. ფაქტია, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ ესკობარის გავლენის ქვეშაა და ჩემი მიზანია ეს ქალაქი მაინც გავათავისუფლო ამ გავლენისგან. და მეც დილერი გავხდები. ოღონდ ჯანსაღი საკვები დამნამატის. Bro, you see the best quality. Do you want to try? Natural. You want to try? You want to try? Best quality. Feel? Yeah, it's best. Best. Yeah. Productive. Energy. Okay. You want? Okay. სამწუხაროდ ისეთ ქალაქში ვარ, რომ brain optimizer-ი ყველა საეჭვო გონია. მათ ხომ არიციან, რომ ის მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებებისგან შედგება. ისეთისგან, რომელსაც საჭმლისგანაც მიიღებ. უბრალოდ ძალიან ბევრი ჭამა დაგჭირდება. ამათმა არიციან ამის რეალური დანიშნულება. ¿Cómo estás? Wanna try? Bien, gracias a Dios. ¿Qué me va a dar? ¿Qué me va a regalar? ¿Esto para qué? Ok, yo no la tengo. Go. ¡Ay! No, ¿eso para qué? Agua. No, pero es eso. Your life changed. Okay. Mujer mía, ვერ გვირდები, რომ შენი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ ჯანსაღ დანამატს ეძებ, რომელიც ფოკუსს და ენერგიას გაგიმჯობესებს, მაშინ შეგიძლია კეტოგენჯიზე გადახვიდე. კარტახენაში აქტიურად არის მასაჟის ცენტრები, რომელიც ცოტა შეფუთულია და სინამდვილეში ვიცით რა სერვისსაც თავაზობენ. თუმცა კამერის წინ არ ამგონია თქვან. ¿Cómo está? Massage? Typical massage or extra? Normal. No happy end or something like that? No? Hello, typical massage, no. უფრო მეტიც, მსგავსი მასაჟისტები ხშირად მაფიასთან არიან შეკრული, რომ საბოლოოდ ტურისტები გაძარცვონ. სწორედ ამიტომ არ სიამოვნებთ ხშირად კამერით გადაღება. ¿Puedes grabar sin mi autorización? No. Sí, no puedes grabar sin mi autorización. Ok, pero salgo yo. It's public space. Habla español. Nice to meet you. Ok, necesito. Autorizațიის გარეშე არ გადამეღოთ. აი ჩვენ ვიღებს მაგით, რომ შეიძლება ეხა ვიღაცა შავდებს გადასცეს ჩვენზე არის. ხო და გახსოვდეთ დღეს არის სუბარის ქვეყანა. არ მეჩვენა. მესმის რომ მომველი კაპოი მაგრები არიან, მაგრამ ასეთი ბიჭების მაგრები არიან და უკან. ანუ ამ ძაფში ხდება ტურისტებზე იქ რომ რაღაც ეგეთ სექს ბარებში ასახი მიყავთ. მე რაღაც ამას უგდებენ და ძარცვავენ. ამიტომ ხილად იყავთ. ესეთ ლათინო ამერიკული ქვეყნები, აზიური ქვეყნები განსხვავებით, ბევრად უფრო სასწრაფო. ¿Cómo está? Aquí en mi vida. Paseo para la isla, aquí vete a la oficina y está en promoción. Considerate 50% de la espera.
Ამდე შემოთავაზებაში არ მოვიწყდება ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. რაშიც ეს 37 ლარის არფიანად უნდა დავხარჯო. უნდა ვიპოვო და ვჭამო ჭიანჭველები. დიდი ტრაკიანი ჭიანჭველები უნდა ვჭამოთ. მთელი ქალაქი შემოვიარეთ და კიდევ ვერ ვიპოვე. ვერ გავიგე რა. კოლუმბია ცნობილია მაგით. და მე მიყვარს ეგზოტიშე კერძების გასიჭრა. რავი, რა ვერ ვიპოვეთ მართლა რა. ¿Cómo estás? Do you know Hormigas Grandes? Where is it? Hormigas. Later. Here? Later. Yeah. Here, on there, yeah? Okay, subscribe Mr. Beats. Yeah, we are friends. What's your number? Your name? My name? Yeah. Sebastian. Nice to meet you, bro. No, I'm cheap guy. ზუსტადაც რომ დღეს ჩიპ გაივარ, ვიდეოს ფორმატი არ მაძლევს საშუალებას რომ დავთანხმდე შემოთავაზებებზე. და უფრო მეტიც, უნდა ვცადო და ვიპოვო სერვისები, სადაც უფასოდ შევძურებით. მაგალითად ისეთი როგორიცაა რომ თავი გავასაღო, ვითომ ტურისტული ჯგუფის წევრი ვარ და ფული უკვე გადახდილი მაქვს. Come on. What? Gratuit? No, this is a tour. Are you from the cruise ship or? Yeah, hotel. No, but this is a cruise ship. Cruise ship? Okay. No. კარტახენაში ადგილობრივების შემოსავლის წყარო ნახატების გაყიდვაცაა და ქუჩაში ჩამწკრივებულია უამრავი საინტერესო სურათი. მათ შორის ისეთები, რომლებიც არც ისე მსიამოვნებს. ვინც დიდი ხანია მიყურებთ. ეხლა სცენას დავტოვებ და მივხვდით რა უნდა გააკეთოთ. ბიჭო, საწაიღე ხელი. სწორად მიგად. თუ პირველად მიყურებ და წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება, გეტყვი რომ მაურულის 60%-ს არ აქვს არხი გამოწერილი. თან იმ პირობებში რომ ჩემი დიადი მისიაა რომ ყავდეს მაიმუნ კაკოზე. მეტი გამწერი ეხლა გთხოვ რომ ეს მოქმედება გააკეთო. მაუსი ოდნავ მარცხნივ და ქვემოთ ჩამოიტანე და მაგ წითელ ღილაკს დააჭირე. კაია, უღრმესი მადლობა. მოიცა რა შვები, გამორთეხავე. სურათები რა. ახლა ეს მაიმუნის სურათებია და ჩემი სურათები რატო არ არის? Okay, what is dinero? No? Please. Mucho. No, ya, no, menos no puedo. No? Okay. ჩემი 27 ლარს თავაზობდი. ღირს სადღაც 150 ლარი. სამწუხაროდ მაიმუნის სურათს ვერ დავითხრა. მე ამ სურათის დათრევა იმიტომ მინდა რომ მე დავწვა. იმიტომ რომ ნებისმიერი მაიმუნი მეზიზღება და თუ შეძლო მომეცემა რომ ერთი მაიმუნის სურათი დავითრიო და დავწვა რატომაც არა. მე მზად ვარ მთელი დღევანდელი ბიუჯეტი ამაში დავხარჯო. მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის. ამიტომ თქვენ ჩემს მაგივრად თუ იპოვით რაიმე მაიმუნის პატარა სურათს დაწვით და სურათი ვიდეო გამომიგზავნით. ჭიანჭველის გამყიდველის გამოჩენამდე ჯერ კიდევ წინ 3 საათია. ამიტომ მანამდე გადავწყვიტე ტურისტებს გავსაუბრებოდი. ოპა, ბლოგერი გაიჩითა. No permiso. I'm joking. I'm recording also. I'm joking. Content creators. რა შეეშინდა. ფული უნდა გამომერთვია და გავაკეთებდით ფულს. Hola, ¿cómo está, my brother? You are my brother. You are my brother. No, you are my brother. Hola. National Geographic. Hola. What language do you speak? Spanish? No, now. Where are you from? Argentina. Argentina? Buenos Aires? Buenos Aires. Messi or Ronaldo? Messi. Really? Yeah. You make when you are from Argentina? We are from Georgia. Do you know Georgia? Yeah, I know. Yeah. It was part of Russia. No, it was in Soviet Union, yes, but now it's free country. Good for you. Yeah, it's Georgian language. Fuck Putin. Nice to meet you. Fuck Putin, no? Yeah, of course. ტურისტების სიმრავლის გამოა რომ აქ გიდებიც ძალიან ბევრია. და პირდაპირ ქუჩაში გთავაზობენ სერვისს. რადგანაც ერთი ტური მართლა დასაჯავშნი მქონდა, გადავწყვიტე სამომავლო ტურზე გიდს ფასზე მოვლაპარაკებოდი. Give me your good price because I am from poor country. From Georgia. Do you know Georgia? ოღონდ როგორც აღმოჩნდა ამ გიდს წარმოდგენა არ ქონდა რომ მუღებდით. Well, I don't know Georgia, but I read about it as a guy.
You are taking video? Go. What is it? Go. Poor guy, go. Crazy people are crazy. Yeah, that's right. Yeah. And what will be price? Will be 250,000 pesos. Oh my God. Yeah, I will provide you eating. Okay. Yeah. Very good. Yeah. Okay. Okay. So let me. Guy, get out from here. Are you friend? Yeah, we are friends. I'm joking. მართლა. სოსოსი რატო? სოსოსია. სოსო. ჩემ QR კოდს შენ ხარ. ეს მაჩუკეს და იმედია შეცდომით შენი არხი არ მოაგდეს. რადგანაც ჭიანჭველების გამოჩენა ჯერ პირი არ უჩანს, გადავწყვიტე წავსულიყავი არატურისტულ ადგილას, ადგილობრივ ბაზარში. სადაც ტურისტები ნაკლებადაა და შედარებით აუთენტურად ჩანს კოლუმბიური ხასიათი. შემდეგი გაჩერება მარკეტი, რომელიც ცოტათი სახიფათოა. ეხლა ვდგავარ გზის პირას, რაც ზრის რისკს რომ ის განახორციელონ, რაც ყველაზე მარტივად გამოჩნდეს. მოტომ გამოიაროს და მოგწაწოს კამერა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. აქ მაგრაევასებად მოტოებით ნადირობა. ბაზარში ყოფნა იმითაც ამოუგებიანი, რომ აქ ბევრად არატურისტული ფასებია და ამიტომ ბიუჯეტურად ჩავიტგვარუნებ პირს ადგილობრივი სხვადასხვა სახეობის ხილით. ტიპებს ყემალი აქვს და რაღაც ყემოჯობა ამბობთ, რომ ყემალიო. ყემალი აქვს აგერ გაშენებული. პრეციო? 3. Okay. მარილი და ლიმონი მაგრაევასებად. ძალიან გემრიელია. და არა მარტო ხილით, ქუჩის საკვებით იაფადი შოება. შებოლილი ნეკნებია. გემრიელია, პროცესი ძალიან ზეთიანია. მიუხედავად იმისა, რომ არატურისტულ ადგილას ვარ, მაინც არ წყდება შემოთავაზებები. და სწორედ იმიტომ, რომ მე საქაური გონი ვარ, ხალხს გენიალური იდეა დამებადა. გადავწყვიტე თავი ბოლომდე აქაურად გამესახებინა და მაინტერესებს რამდენ ხანს გავქაშავ ჩემი 3 ესპანური სიტყვით. ¿Cómo estás? Bien, gracias a Dios. Corazón, mira, nosotros estamos trabajando para la nueva marca, pero mira, te comento, nosotros el día de hoy estamos haciendo una campaña publicitaria para dar a conocer nuestros productos siempre. Del 1 al 10, ¿qué le das a esa? ¿Qué tal huele? Sabroso, ¿cierto que sí? ¿Dinero? Sí. Mira, nosotros te estamos regalando una completamente gratis. Y la otra tiene un costo de tan solo 25,000 pesos, mi vida. Que una completamente gratis y la otra a mitad de precio. Ok. Mira, sería esta la que nosotros te obsequiaríamos. Ay, ¿cómo se llama? Guineo solo. ¿Permiso? ¿Tú me entiendes? ¿Sí me entiendes lo que yo te digo? Quiere decir que dos serían 120. Nosotros el día de hoy te estamos dejando una completamente gratis y la otra a mitad de precio. No understand. ¿Ah? No understand. No me entiendes. No Spanish, mi amor. ¿Y cómo dice mi amor en español? Mi amor, ¿cómo estás? Chicos, I only know that. No te entiendo nada. Nice to meet you. Bueno, que no sé qué te entiendo. მოკლედ ეს არის ჩათვალეთ რომ შემოვიდით ვაგზალზე რა, სადაც უკვე ნენელა იკეტება. Hola, ¿cómo estás? აგერ ვნახოთ, რის სიყიდვა შეგვიძლია, სად დავხარჯოთ? Hola, ¿cómo estás? რას თამაშობენ? Cámara, yes? No. Nombre? Usman el Necar. Usman el Necar. Taco. Mexicano. Mexicano, colombiano no. სასიამოვნო სტარტის მიუხედავად აქ არიან ადამიანები, რომლებთაც კამერასთან ურთიერთობა არ სიამოვნებს. Amigo, I told you already. Amigo, relax, amigo. Chill, amigo. My bros. Relax. Boteado. Boss? Your boss? Boteado. Boss, Kakao is the boss, not you. No, that's a guy. Rautki, რაღაცა სიტყვა. Mi amor, amigo. Mi amor, არის
ჩემო საყვარელო ამიგო. El de hielo es gay. Gay? Gay. Yeah, okay. Go. Me encanta Colombia. Cartagena, chicas. Escobars რა უთხარი რა. ეხლა რო წაგვაცალონ უცებ. Escobars რა უთხარი თორე მაგარი საყვარელი ხალხია და მხიარული რა. რა უქნა ბიჭო? ანუ ჩაოლებრივი იყვნენ. Hola, ¿cómo estás? იმენა კარტელი აბზრიალა რა და არ იყვნენ რა ეგეთები რა. და შეუცვალა ქცევა ტიპებს რა და ახლა იმკიან. Hola, ¿cómo estás? კარტახენას კიდე ერთი ტურისტული სანახაობა ეტლით სეირნობა. მაგრამ რადგანაც მე სერვიზებზე 1 ცენტის დახარჯვასაც არ ვაპირებ, უნდა მოვიფიქრო გზა რომ უფასო დავიღო. მით უმეტეს რომ ამ სერვისის ფასი ჩემ ბიუჯეტს ისედაც სცდება. Dinero? Yes. 15 minutes. Oh, okay. Half an hour, 1 hour. Okay. 70 ლარი ღირს ყველაზე მინიმალური. მინდა მაინც გასაირნება. 70 ლარის ბიუჯეტი არ მაქვს. უნდა მოვძებნო EAP ალტერნატივა. Jump? No, okay. Gracias. Ciao, amigos. Gracias. ¿Cómo está? Youtubero, yeah. Colombia? Yeah? Nice. We're from Cartagena? He's not me, with me. Go. I'm king now. Go. თითქოს დღე გემრიელად სრულდება. მივიღე უფასო ფოტო, უფასო გასეირნება, უფასო მუსიკა. დავუგემოვნე საინტერესო საკვები. თუმცა მთავარი რაღაც დარჩა, რასაც მთელი დღე ველოდები. დიტრაკიანი ჭიანჭველების გასინჯვა. თუმცა მისი პოვნა ესე მარტივი არ აღმოჩნდა. დიტრაკიანი ჭიანჭველი ზებნაზე დაახლოებით საათნახევარი დავკარგე. კითხე უამრავ ადამიანს. Okay, gracias. The guy, yellow? Today, you know, see? Ede ვიღალეთ ვიღო. მაგრამ საბედნიეროდ ბევრი ძებნის შემდეგ მივადექით ქალს, რომელსაც ფულის ჩუქებასაც დაუპირდი თუ ჭიანჭველებს მაპოვნინებდა. იმდენი ხანია მოვყვები რომ ეხა ბოლოს 100,000 მაჯახებს თქვენი ჩეკიო. თუმცა სამწუხაროდ ასეთ ადგილას ხშირად სარგებლობენ კეთილს ინდისიერებით და უჩნდებათ კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილი. Esa. No, you don't. What are you talking? No me está diciendo que pique inglés. No, I don't want. Okay. Так მთავარი ფასი კი არა, ზუსტად ეგ მოტყუების შეგრძნება, რომელიც მთელ განწყობას გიფუჭებს. ეს ნახე რა, ბიჭო, აი როგორ არ მევასება ესეთი ხალხი რა. ამას უთხარი ბევრიო რა, ეუნებოდა და ამოყურებდი, იღებდი, მითხრას თხოვოს და მივცემ ტიპს რა. მაგრამ იმას უსრულებს ბევრი მითხრას. Hola, ¿cómo está? მიუხედავად გაბრაზებისაც ხადია რომ არ ავიყიდეს ჭიანჭველებს. ამიტომ ის გადავრჩენავ და უკან მიბრუნებულიყავი, ოღონ ამ ქალის გარეშე. Ellos siempre se están pegando. Is good? Sí, comestible. Did you eat? I mean, can I eat whole or only S? No, toda completa. Completa. Toda completa. როგორ გავხსნით და ჩაბეჭი მე მეგონა რომ ცოცხალი იქნებოდა ეს გამხმარია იმენა. შეჭამ. ერთი რა კაცურა. ყველაზე მთავარი რა არის, რაც არ უნდა ცუდი იყოს. ეს თანი მაქვს. რომლითაც პირჩავით გვარონებ. თუმცა რა არის იმაზე უკეთესი ვიდრე დიტრაკიანი ჭიანჭველის ჭამა? რა თქმა უნდა, დიტრაკიანი ჭიანჭველის ჭამა ადგილობრივთან ერთად. Is good? Good? Oh. So, ასე ნუ ეჩევჭა. ჰელი დღეა ამისთვის წვალობ რა ეს ვიპოვო. ეს მიცავარი მენაბზეს მზირა. თუ არ გავყიდოთ საქართველოში. საუკეთესოა, მოდი და ჭამეთ დიტრაკიანი ჭიანჭველები. და ბოლოში ცოტა წამოიღო გემო ჭიანჭველის. ამას ვეღარ გავუყოფე ეს ჩემი. 37 ლარიანი დღე ჯერ არ დასრულებულა.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა კაკუნები 37 წლის მერე ბედნიერად უყურებენ ამ ყველაფერს და ამაყობენ, რომ ბაბუამისი მაიმუნზე უფრო მეტად მაიმუნურია, არ შეიძლება კოლუმბიიდან წამოსვლა ისე, რომ დარჩენილი ბიუჯეტი არ დავხარჯო იმაში, რაც აქამდე უფასოდ მივიღე. Let's go! Let's go! Let's go! Let's go! Este es DJ Khaled. Esto no es broma. Este es el King. $100. DJ Khaled. DJ Khaled. DJ Khaled. DJ Khaled. DJ Khaled. Again and welcome. You living in Miami or you living in New York. One, two, let's go! Caco de voz, caco de voz, caco de voz, caco de voz, welcome, and you fucking con Salisterón. You are the boss, canta que welcome. You mucho